თემური და მე ეს ვარ მე და დედა მიშა თუმანიშვილს გადაუღია ეს ფოტო ეს კოტია აი ეს არის პირველი სცენაზე როლი ოიდიპოს მეფეში თემურთან ერთად ეს ფოტოგრაფია იყო სპეციალურად მოწვეული რატომღაც არ ვიცი საღამო მშვიდობის დღეს ქალბატონ მაგა მახარაძეს სტუმრობთ მსახიობს, ბალერინას, ქორეოგრაფს, რომლის ცხოვრებაც პირდაპირ მნიშვნელობით თეატრის სკოლისთან და სცენასთან არის დაკავშირებული. მაგა მიხარია თქვენთან სტუმრობა ყოველთვის, იმიტომ რომ თქვენს მიერ მოყოლინეს არაჩვეულებრივი თქვენი ოჯახის ისტორიები და თავგადასავლები ყოველთვის ძალიან საინტერესო მოსასმენია. თქვენს ოჯახზე შეიძლება ითქვას ის, რომ თქვენი ოჯახის ისტორია პირდაპირ კავშირშია ქართული კინოს თეატრის ისტორიასთან. მოდით დავიწყოთ თქვენი ბავშვობით, რომელიც იყო მართლა შეიძლება ითქვას ჯადოსნური. ისეთ ადამიანებთან გიწევდათ ურთიერთობა, კონტაქტი, ну ჯერ საერთოდ ქალბატონი მედია და ბატონი კოტე, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, გავიხსენოთ თქვენი ბავშვობა. ბავშვობაში ყველაზე მძაფრი მოგონება რა იყო თეატრთან დაკავშირებული? თეატრთან დაკავშირებული იყო მთელი ჩემი ბავშვობა და ყველა ასეა მსახიობების შვილები კულისებში არიან. კი. ახლა უცბად გადავხტები ჩემ ძმასთან, ივიკო მახარაძესთან, რომელიც იყო 4 თუ რაღაცა წლის, თუ 5-ის ასე და სოხუმში ჰქონდათ გასტროლი. ეს ბავშვები, შვილები ეზოში დარბოდნენ თეატრის ეზოში და ეგ გითხრა რომ ჩემი მამაო მსახიობია უთქვამს თურმე. მსახიობი არაო კაცო ადგილობრივები ბავშვები იყვნენ ეთყობა კიდე. არაო ტყუილს ამბობ, არა კაცო, ჩემი მამა ეხა სცენაზე არის. ტყუი შენ, წამოდი აბაო გავიდენ სცენაზე გაიყვანა ეს ტიპი და აი ეს არის სცენაზე შეიყვანა. ეს არის ჩემი მამა. უჩვენა. ჩაუშლია სპექტაკლი. მართლა საოცრებაა ეს როცა ხარ კულისებში და საინტერესოა ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ მე მართლა არ დავბადებული ვარ ფიზიკურად იქ, მაგრამ გავიზარდე და ბოლო წლებიც იქა ვარ. 6 წლის ასაკში ითამაშეთ სპექტაკლში დედასთან და მამასთან ერთად. კი, იქ გაცილებულები იყვნენ პიესის მიხედვით და ცოტა ხანში ისეც მოხდა, მაგრამ ცოტა ხანში არა, მაგრამ ნუ მოხდა. ხო და თამაშობდი გერმანელ ბიჭს. პეპიკი მე რქვა სახელი და ორი სიტყვა, ორი წინადადა guten tag და მერე guten abend. ეგ იყო ჩემი ტექსტი, რა თქმა უნდა, საიდან მეწოდინებოდა სხვა მასწავლეს. და თითქმის ყველა სპექტაკლში შეყვარებულები დედა და რამაზ ჩხიკვაძე ყველა წვილი იყო სცენაზე ხაზგასმით ვამბობ სცენაზე არა ცხოვრებაში მაგრამ მე მაგ დროს შემიყვარდა რამაზ ბიძია ძალიან 6 წლის ასაკში 6 თუ 5-ის ეხავე სკოლაში ჯერ არ დავდიოდი ძალიან მომწონდა და მითხრა მე რომ დაგელოდებიო, გაიხე, წამოიზარდეო, ხა ამ ასაკში ვერ შეგირთავცოლათ. აი ეს კარგი ისტორია, ქალბატონ მედიას რო დააგვიანდა სპექტაკლზე. ხო, ეს რანა, როგორ იყო, იცი? იყო სპექტაკლის დაწყებამდე ბატონ მიშა თუმანიშვილის დადგმული იყო სპექტაკლი და ფარდის წინ ცეკვავდნენ მონაწილეები. და დედას სადღაცა არ ვიცი გადაღება ქონდა თუ ჩაწერა ქონდა თუ რაღაცა ქონდა და იგვიანებს. ეხლა დაიწყო სპექტაკლი უკვე. არ მოსულა ჯერ არ მოსულა და რა გავაკეთოთ ეხლა ისა
იცეკვეს და დამთავრდა. ხო და მე ვიცი მეთქი ტექსტი. ყველაფერი ვიცი. ყველაფერს მე ვითამაშებ, თან ვიფიქრე, ჩამიხუტებს თქო და შეიძლება მაკოცოს კიდევ. ხო და არა მე კაბა მეთქი, კაბა ძალიან დიდი მექნე. არაო, დადექის კამზეო და მოვაჭრით ახლა ეს. მოკლედ მოვიდა დედა. და გაითამაშა თავის. კიდე რა გითხრა? რომელი კიბეც არის, რა კიბეებიც იქ ეს ყველაფერი მაქვს ცხვირით აი ესე ზევით ცურდებოდი და დრდდდდდდ ესე ვარდებოდი კიბეზე. ნუ გადავრჩი. მაკა მინდა რომ გაიხსენოთ ქალბატონი მედიკო და ბატონი კოტე სცენის მიღმა. აი სახლში. როგორი მშობლები იყვნენ? ჩვეულებრივი დედიკო და მამიკო. ოღონდ დედიკო და მამიკო, ასე იყო. მერე როცა მოხდა ეს ამბავი და მე ვიყავი 19 წლის, როცა დაცილდნენ ერთმანეთს და დედიკო და მამიკოს ვეღარ ვეძახდი. იმიტომ რომ ნაწყენი ვიყავი. ჩვეულებრივი მშობლები იყვნენ. ახლა კიდე მოგიყვებით ერთ ეპიზოდს ჩემი ცხოვრებიდან. ნუ ეზო იყო გადასარევი. ხო, არა ცხოვრობდა ყველა. სესილია თაყაიშვილი ცხოვრობდა პირველ სართულზე ჩვენ მესამეზე. თორაძეები ცხოვრობდნენ იქ. მოკლედ რავი მიშა თუმანიშვილი იქ ცხოვრობდა. ეროსი მანჯგარაძე იქ ცხოვრობდა. ნუ აი ყველა იქ ცხოვრობდა. ეზოდან ამოსვლა იყო დიდი პრობლემა. მშობლები იყვნენ დაკავებულები და პირდაპირ ეთერი იყო, რაღაც კონცერტი იყო და მიყავდათ ამათ და რომ მოვათო გაკვეთილები უკვე უნდა გქონდეს და მომზადებულიო და მე ვიფიქრე ხა ტელევიზორში უყურებ თქო და დავინახავ დამთავრდა და მე უცბად გავაკეთებ სანამ მოვლენ სახლში. გავერთე იქ არავინ არ იყო დამძახებელი რომ ამოდი. ხო და მოხდა ისე რომ მოვიდნენ და სად არის შენი გაკვეთილებიო და ეგონათ რომ ეგრეც იქნებოდა ეჭვი ჰქონდათ. ეხლაო მამა ჩემო თქვა თავის დღეში არ გაბრაზებულა არასდროს აი მაგ მომენტში მე ასეთი შვილი არ მჭირდებაო. მითხრა და აგერ შენი ბარგი ჩააწყვე ჩემოდანშიო და წადიო სადაც ამერ წარმომიდგენია. ეს იცი რა არშია საქმე. ეს ეპიზოდი საიდან მოიტანა იცი? მაგას გაუკეთა ბებიამ. რაღაცა. რატომ არ ვიცით. დააშავა სავარაუდოდ. რაღაცა დააშავა ბურთით შემოვიდა სახლში რა თქმა უნდა. აი ახლა ჩემოდანი გახსენიო ბებიამ უთხრა. ჩააგდა პირველი ბურთი, მერე წიგნები და მერე განსაცმელით ჩაყარა და წადი ახლა აქედან უთხრა. მე ესეთი შვილი არ მჭირდება, მოეწონა ახლა ეს რომ გაიზარდა. ხო და მეც მოკლედ ეს სადარბაზოში იყავიო დედა მითხრა არ გამოვა შენაკი სკამი იდგა ეგ ბინიდან ბინამდე რაღაცა სკამი იყო და იქ დამაწვინა ბალიში მომიდა. ვაიმე მე ჩუმად ესე ხალათი ეცვა და აქ დამმალა და უკვე მოლაპარაკებული იყო კოტესთან რომ შემოვიყვან და არ გამოიხედო აქ. ხო და ზურგებით დაწვნენ ერთმანეთისკენ და მე დედასთან მოკლედ გადავრჩი. მერე კიდე მქონდა მამასთან კონფლიქტი. ეხლა გამახსენდა. ანუ გამოდის რომ მაინც კაცრი იყო ბატონი კოტე. არა, ახი იყო ჩემზე ოღონდ. იმიტომ რომ ზარმაცი ვიყავი ძალიან. და უკვე მეორე კურსზე გადავდიოდი საბალეტო სკოლაში, ასე იყო. მე-9 კლასიდან იყო კურსები პირველ, მეორე, მესამე. მეორე კურსზე გადავდივარ და არაფერი არ გამიკეთებია. ოტეს როგორც ყოფილი ბალეტის მოცეკვავე იყო, მამა დაამთავრა სკოლა საბალეტო და იცოდა რომ თუ აქამდე ვერაფერი ვერ გააკეთეო. არაო, არ გინდა შვილო. გაწვალდებიო, თუ ასეთი ჩანჩატა იქნებიო, ფერს ვერ გააკეთებო და გამოგიყვან სკოლიდან. აი მე გამოდი სკოლიდან.
ბალეტი შენი საქმე არ არისო, იმიტომ რომ ზარმაცი ხარ და სიზარმაცე პირველი მტერია ყველაფრის საერთოდ, მაგრამ კონკრეტულად ბალეტის. გადავხტები მტკვარში თქო. შევაჩინე. მაგა ვერც წარმოვიდგენია ეს ისტორია არასოდეს არ მომისმენია. გადავხტები მეთქი. ეხლა კიდე მახსენდება რაღაცები. ეხლა ცუდ სარციელს მოვყვები. ნუ დამძრახავს ვიღაცა. სადღაცა 17-18 წლის ვარ და ორივე ეწეოდა დედაც და მამაც. სიგარეტი ვის რაღაცები პრიმა და რაღაცებს ეწეოდნენ და მაგიდაზე ეყარა. მაგრამ რაღაცა კარგი სიგარეტებიც გამოჩნდა, გაიგე და მე იქიდან იპარავდი. ხო, შეკვეთილში ვიყავი დაგარაქზე და გავდიოდი სადღაც და ვეწეოდი როგორთან იცი თაბრում ეხვეოდა თუნდაც ეყავი. ოღონდ თუნდა მივჩვეულიყავი ამას და რამოდენიმე დღის შემდეგ მამა მითხრა რომ საქმე მაქვს შენთანო და წამოდი ნაპირზე გავიდე ზღვასთან რაღაცა რა უნდა მითხრას ახლა ვფიქრობ რა უნდა მითხრას და ეხლა ვერაფერს ვერ გამიპროტესტებო მაგიდიდან ქრება სიგარეტები და მე ვიცი რომ შენაკეთებ ამას. ნუ რა მეკნა. იმეთქი. ოღონდ ნუ მოიტყუები. ჩვენთან მოწია. აი მოწია ჩვენთან. მე ეს მირჩევნია ვიდრე შენ მიეჩვიო ტყუილსო. მაგრამ მე გავაგრძელე მოწევა. აი წარმოიდგინე. კაცრი კი არ იყო, იყო აი მართლა ტყუილები და ესეთი რაღაცები არ უყვარდა. დედა არ იყო ესეთი კატეგორიული. ამ დროს კატეგორიული იყო საერთოდ დედა. გუტია, ბავშვებმა რო იციან ეს. ასეთ. გაიბუნებოდა ხოლმე და თუ ჩვენ როგორ ხვდებოდით რომ ერთმანეთში რაღაცა მოხდა იჩხუბეს თუ რაღაცა იკამათეს და ვეთყოდი ეზოში ჩავალდრე მამა შენს კითხე ეს ნიშნავს რომ მოხდა რაღაცა. რამდენად ახერხებდნენ აი ძალიან დაკავებულები იყვნენ ხო ორივე ქალბატონი მედიკოც და ბატონი კოტეც. რამდენად ახერხებდნენ აი შვილებთან ესე ურთიერთობას, სრულფასოვან ურთიერთობას, ასე ვთქვათ. დედა მართლა საოცარი ქალი იყო, აი მართლა საოცარი, მამაც საოცარი იყო, მაგრამ სხვა მიმართულებით რომ იცი რა იყო, არაფერი ჩვენ არ მოვკლებია დედას სითბო, სიყვარული, თითის დაქნევაც და ასე დაგვარტყამდა ხოლმე ხელს. მეტი აი ეს ამის იქით რომ რაღაცა ხელშეხება ყოფილიყო ეს პატარა როგორი ზარეული იყო რაღაცა არაჩვეულებრივი სამსახიობო წრეში მე მგონი ეგეთი არ არის ბოდიში ვისაც იქნება ვიღაცა არის და მე არ ვიცი უბრალოდ სხვანაირი ქალი იყო რა აი ისეთი რაღაცები ცოტა ძალიან ეზარებოდა თმის შეღებვა. იმიტომ რომ შავი თმა ქონდა მოგეხსენება და ერთ კვირაში შესაძლებელი იყო თუ მე თუ უფრო რაც მოხდებოდა აი ესე ასე აიღებ და ჩალმას გაიკეთებდა და მიდის ახლა სადღაც. დედა, კარგი რა არის ახლა ეს მაიკარო შემოჭი. წავიდოდა და მე ნატო მეტყოდა უკვე დიდი და ასე დაიხურავდა ამას ტრუსიქს უკაცრავად თავს დაიხურავდა. და ნატო იძახდა. ყველაზე ლამაზი იქნება მაინც. ხო და ეხლა დავფიქრდი და არასოდეს არ მახსოვს, აი არ მახსენდებათ მას შეუღებავი. აი მაშინ მას შეიკრავდა, რომ დაემალა ეს ეზარებოდა შეღებოდა. მოკლედ რაღაცები გავყიდე ჩემი მშობლები ეგრე გამოდის. ხო, მაგრამ ეს რაღაცები არ მომისმენია. რაც შეეხება მამას ეს ხო რაღაც ფენომენალური ადამიანი იყო. ეხლა არ ვიტირო ოღონდ. ცოტა ხანი მაცალე. იშვიათესი ადამიანი. ჯერ არ ყოფილა რომ ესპანეთში კეთილშობილი რაინდი ჩამოეხცო. თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია,
მაშინ შენ სიმასთან ერთად უკუნა ხარ. და თუ სასიკვდილოა, როგორც ზოგიერთებს სულ დაკონიათ, მაშინ ნეტავი შენო, რომ წინაუსარ შენი სიკვდილით იმის სიკვდილსა და შენი თვალით ვეღარანა. პატარა შესვენება გავაკეთეთ. შესვენები გააკეთა, შესვენებები. აჰა, მასაც უნდა მე მგონი. მივირთვათ კოკა-კოლა. დღეს არის ხოთეშორის სოფიკოს დაბადების. უი, მართლა. აი ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენ მე და სოფიკოს ჰქონდა, ეს იყო ესეც უნიკალური, რომ ამბობ დედინაცვალი და დედინაცვალი ჩემთვის გაუგებარია, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით მეგობრები. კი, მე მახსოვს ეს ურთიერთობა. ხო, შენ მე ვიცი და მახსოვს გინახავ. და ვიცი ეს ურთიერთობა. ხო და საქმე იმაშია, რომ ეს დედას რო არ დომოდა და რომ წინააღმდეგი ყოფილა, ეგ ღმაკლია რაღაცას იტყოდა და არ არსებობს. ეს მამა შენის არჩევანია. ესე იგი უყვართ ერთმანეთი და უნდათ ერთად ყოფნა. აი ესეთი ქალი იყო. ახლა ძალიან ბევრისთვის ეს სრულიად გაუგებარია. კი, ნამდვილად ეგრეა. გაგიმარჯვოთ. თქვენც. მაგრამ რა განცდა იყო, აი ბავშვისთვის მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სრულიად უცნობი ადამიანები, ქალბატონი მედიკოს და ბატონი კოტეს დანახვაზე, რაღაცა ეთაყვანებოდნენ, მოდიოდნენ ალბათ, აი ბავშვისთვის, შვილებისთვის ეს რა განცდა იყო და კიდევ უნდა ვიკითხო ერთი რამე. აი ბატონი კოტე იყო ფეხბურთის, ნუ ძალიან მოყვარული, ხო? მისი სიტყვები სულ ყურში მაქვს, აღარ ქვია მოყვარული, ხო? თქვენც თუ ხართ ესეთი გულშემატკივარი? მართლა? პარაცხელიას გამო. სხვათა შორის კოკა-კოლა არის მსოფლიო ჩემპიონატის გემო. მონაწილე ქვეყნების დროშებია წარმოდგენილი კოკა-კოლას ქილებზე და იცი რა არის ძალიან მერიდება ამას რომ ვამბობ რომ არ მაინტერესებდა ფეხბურთი როგორ თქვა ახლა მაგრამ ძალიან თქვენია ვაღიარებ მაგრამ ეხლა ველოდები სულ რომ აბა PSG სად არის თემაში ვეძებ და არ ვტოვებ თამაშს იმიტომ რომ მართლა საოცარია და მაგას ნეტა მამა ჩემი მოსწრებოდა ამას მე თემური ჩემი ძმა ბატონ თემურის მოყვარული იყო გულშემატკივარი იყო ხო? ნუ ივიკო ვიცი. ეხლა გეტყვი. მაგალითად გამ სპექტაკლს დგამდა ხო? და ივნისის ბოლოს იყო მსოფლიო ჩემპიონატი. არ არსებობდა რომ რამე გამოეტოვებინა რომელიმე მატჩი. სპექტაკლს უკვე წინასწარ ისე დაგეგმებდა რომ პრემიერა იყო მანამდე. რო იქ თავისუფალი ყოფილიყო. ძალიან მოყვარული იყო. გულშემატკივარი მოყვარული იყო, სულ ერთი იყო, ვის უყურებდა. ფეხბურთისთვის უნდა ეყურებინა. ის არ იყო, რომ იმას ხარს უჯერს ამ. აი, ჩემში ბატონი კოტეს ის ფრაზა, ლიკუიდ, სტალიცა, გრუზი. აი, ეს მახსოვს, ეხლაც სულად ხვდები, არა და მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. ლიკუიდ, სტალიცა, გრუზი, ლიკუიდ, დანაშა სტრანა. იცი რა შეასაქმე, ეს პრაქტიკულად, აი შეიძლება ეს რა თქმა უნდა აღტაცებული იქნებოდა ქვეყანა და შესაბამისად იყო კიდევაც მაგრამ ეს აი ამან გააკეთა კოტე მოაწყო ეს მისმა ყიჟილმა აი ამ მოძახილმა გამოიყვანა ხალხი ქუჩაში ჯერ კოტე არც იყო ჩამოსული კი ვიცი სოფიკო უკვე იყო იმაზე რა ქვია სტადიონზე ძალიან დაყვებოდა სულ მე ფეხბურთებზე ეგ დუსელდორფში და სადღაცა დაყვებოდა სოფაც. ძალიან ძნელია რომ აღარავინ არ არის. მაგრამ არ შემიძლია ახლა რა. ვატირებთ. არა ის იმიტომ რომ თემური რომ საერთოდ ვიღუპე. საერთოდ. თემური ეს ნამეტანი იყო. ჩამომისხი ერთი თითოჭიკაც. ეს ჩემი ტელეფონი წრუპუნებს იქ ჩიტები, ავი რომ ეყო. ვაიმე, მაკას ჩიტები თქვენ არის? კიდე იმდენი არის? გაჩვენებთ ხო. ეს არის ერთი
მარტო ხელა ბიჭი. ნიკო და ნატო გადაიღო სტუდენტმა სადიპლომო ფილმი და ეს არის ჰონორარი. და ეს არის ციკო ბიჭი. ზოოპარკი გვაქვს პატარა. შეიძლება ითქვას საქათმე. აჰა, ჩამდგრიდან ახლა. თემური ახსენეთ და როგორი ურთიერთობა გქონდათ უფროს ძმასთან? თემური იყო 6 წლის, მე რო გავჩდი. მე ივიკო რო გაჩნდა, მე ვიყავი 6 წლის. ხო და 6 წელი. რაღაც ეგეთი ადამიანი მე არ ვიცი საერთოდ ვარ. სულ აი პლინტუსის დაბლა რო იყო სულ. ასე. სულ რო აი სამაგალითო იყო ყველანაირად. ან რეპეტიციებზე მე ერთხელ მომიწია უბრალოდ დამაკავა თავის სპექტაკლში ლამბალო და ყაშა ჯავახიშვილის იქ ბედი მდევარი დაარქვა. ბედი მდევრები იყვნენ ორი ცალი გველი ვითომ და აღმოსავლური რაღაცა ესეთ იმას ცეკვავდით ტექსტად რა თქმა უნდა ორნი მე და ლიკა გუნცაც. აი მაშინ დავესწარი რეპეტიციებს ხოლმე. და უცბად წამოხდა და ისეთი გასოფებული იყო, რატო იცი, ერთ კვირაში პრემიერა არის და ტექსტი არ იცოდი. ნუ ვიღარ, ყველამ კი არა ვიღასა და ძალიან გაბრაზდა. ისე გაბრაზდა, რომ ყველამ გადახედა ერთმანეთს და დაიძაბა ძალიან. ერთი 10 წუთის შემდეგ შემოვიდა და ბოდიში მოუხადა ყველას. ესეთი კაცი იყო. მაგრამ ნუ მართალია ახლა რომ არ უნდა გამოვედი მდგომარეობიდან. მაგრამ იყო ისეთი არ ვიცი თემურისნაირი ადამიანები მე არ ვიცი. ძალიან გვიჭირს ყველას. ერთი ის არის რომ არც დედამისი მოსწრებია ამას და არც მამამისი. არც მამაჩი რომ თემურისთვის მამა იყო კოტეც. კოტეც რა ბიჭიკო თავის თავად და სამაგალითო იყო აი როგორ პანჯარაში შუქი გაგვინათებდა ცხოვრებას როგორ ყოველთვის ისეთ შენიშვნას კი არა ისეთ რამეს გირჩევდა რომელიც არ სხვისგან არ გამიგია მიუხედავად იმისა მყავდა ამის ხალხის ამისოთ კი ხო და მეც ვერც ვლაპარაკობ ხო ხედავ. აი ეს ძალიან კაი სურათია. აი ეს რაღაცა პირველი მაისია რაღაცა და დედა თემური. ფოტო დედასი, ეგერ დედა არის. კოტეს დედა. და კოტესი. ეს კოტე და ეს სოფა. და მურამ საღარაძე კოტესოლებთან. იმ სახლში, სადაც ცხოვრობდით ყველა ერთად. ბარნოვის 124-ში. ბარნოვის 124, ხო. აი, მაგალითად ვიცი, რომ ქალბატონ სესილიას გქონდა რაღაცა პერიოდი მხოლოდ ტელევიზორი და მთელი ბავშვები იქ იკრიბებოდით. აი, ამბავი გქონდა. ესეთი ისტორიები მინდა რომ გაიხსენოთ. ესე იგი, ბავშვები ვიყავით ჯიუხიული ეზოში. მაშინ ტელევიზია ერთი მართლა იშვიათად ჰქონდა ხალხს და დრო 6 საათიდან იწყებოდა გადაცემები. მთელი დღე არაფერი არ იყო. და 8 საათზე იყო ხოლმე ფილმი. რაღაც ფილმი და შევქანდებოდი საწყალი რა დღეში იყო. იმიტომ რომ იმას ისე არ უყურებდით როგორ ჟივილხილი ჰქონდა გამოცხადებული დიდი. ძალიან საინტერესო ეს მართლა საოცრება. ვახტანგ ფალიაშვილი დირიჟორი, მისი ოჯახი იქ ცხოვრობდა, სესილია, მედია ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი. ნუ ლაშად თავის თავა. ხო და თუმანიშვილი ვთქვი, ხო? იდეინი იყო, ესეთი ბალერინა იყო, პედაგოგი უკვე, ბულიგინა. ძალიან ლაბაზი ქალი პატარა ესეთი კოხტა ქალი იყო ისიც.
ის განსაკუთრებული ის იყო ჩემთვის ახლა. ხო და აი ბალეტის მიმართ სიყვარული როგორ დაიწყო? როგორ დაიწყო და ჩვენ ოჯახში იყო კულტი ბალეტის. ოღონდ ტელევიზორი არ იყო, 6 წლის ვიყავი, როცა ტელევიზორი გამოჩნდა. საერთოდ. არ თეატრშიც არ ყოფილი ვარ. ბალეტის სპექტაკლზე ჯერ. დავყავდით, რა თქმა უნდა, რუსთაველის თეატრში ვიყავი სულ. მერე იყო ბატონი ვახტანგ გოგეშვილი, დირექტორის მოადგილე. და ყველა სპექტაკლზე თავისი ბლატით, ასე ვთქვათ, შევყავდი სპექტაკლებს სანახავად საბალეტო, მაგრამ ეს არ იყო პირველი. პირველი იყო მეზობელი, რომელსაც ჰქონდა აი გაგიჟდებოდა იმაზე და ჟურნალებით და ნამოჭრილი ჰქონდა ფოტოები ბალერინების კედელზე ბევრი და არ ვიცი და ის რომ მამა ჩემი რა თქმა უნდა მთელი ცხოვრება იყო შეყვარებული ამ დარგში დედა ოცნებობდა ბალერინებაზე ესეთი მოქნილი იყო დედა მე არ ყოფილვარ ესეთი ხო და აი ეს პირველი რა ანუ იყო ის რომ პირველი იყო ის რომ სულ მესმოდა ჭაბუკიანი, წიგნაძე, კიკალეიშვილი, ბაუერი. აი ეს 4 გვარი მესმოდა. და ყვებოდნენ რომ აი ბაუერი როცა ცეკვავდა კარმენში თავის წუთნახევრიან ცეკვას, ის ივსებოდა სპექტაკლი, ისა თეატრი. ამათი დიდება მესმოდა სულ და სულ ამათზე იყო ლაპარაკი, როგორი მოახდინა ჭაბუკიანმა, როცა ომის დროს ჩამოვიდა აქ და თბილისში და ვიჩესლავასთან იცეკვა. გამოფრინდა სცენაზე. აი გამოფრინდაო. ნამდვილად გამოფრინდაო. და ბებია ჩემი იყო წასული სპექტაკლზე, ვარვარა ანტონოვნა ვეკვა. ფრინველი აქვს ქვამ ნომერს. საკონცერტო ნომერი იყო და ფრინველი გაგიჟდნენ ჯერ რასანახავი იყო და და ბებია ჩემი ადგა და ჩემი ბიჭი უნდა იყოს ბალეტის მოცეკვავე, გამოაცხადა. ყველა გოგონა ოცნებობს ბალერინობაზე, იმიტომ რომ მე მგონი ხიბლი არის სამოსი. კი. სამოსი, რომელზეც აი გიჟდებიან. ეხლა ქუჩაშიც ვიათ უკვე და ძალიან საყვარლები არიან. მე ესეთი მართლა ღმერთმა მაჩუქა ეს საჩუქარი, რომელიც არის ჩემი სტუდია. შეიძლება ითქვას დღეს, რომ ბალეტთან დაკავშირებული ყველა აი რაღაცა ეს ოცნება აიხდინეთ? არა, მე ვერ ავიხდინე ჩემი ოცნება, რაც მინდოდა, ისეთი ბალერინა ვერ დავდექი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პედაგოგი და აი შემოქმედებითი თეატრალური დედა, ასე ვიტყოდი, იყო ვერა წიგნაძე. ვერა წიგნაძე, რომელიც ძალიან ცდილობდა, რომ მე ყოფილიყავი პრიმა ბალერინა, მაგრამ მე სიზარმაცემ შეკიშვა ხალხები. სიზარმაცემ და 20 წლისას უკვე შვილი გამიჩნდა. ხო და უკვე არხა ის თავგანწირული ვეღარ იქნები. იქ არის თავგანწირვა სრულიად. შეიძლება ითქვას, რომ დედობა არჩიეთ ბალერინობას? კლავ ეგრეც არ არის. ისე ბალერინა ვინ არის იცი? ვინც ეკავს ჟიზელს, ვინც ეკავს დონკიხოტს, წამყვანი ბალერინა ვინც არის. აი ის არის ბალერინა. დანარჩენები ყველანი ჩვენ ვიყავით ბალეტის მოცეკვავეები. მე მინდოდა ეს უფრო მომწონდა რომანტიული, ну, მაგალითად ჟიზელი, შოპენიანა, თეთრი გედი დავუშვათ და თეთრი. ბოლოს დამთავრდა, იმიტომ რომ ყველაზე ნეთაცემული ქალი მიცეკვია. ხო, რა ცუდი იყო ვინმე. ეხლა ბოლო დროს ჩემ სტუდიაში ხან ვარ დედინაცვალი, სასიზღარი. ერთი ისა ვარ საძაგრად იხვის ჭუჭულში, კაი დედიკო ვარ, მაიცით, მომყვებიან ეს კვატები ესე. კი გახსოვს. მახსოვს. როგორი გრადატ. და ისე კარგად მახსოვს. მამამისმა რო თქვა, თქვენმა მეუღლემ. გიორგი მეუბნებს, როგორი ის არისო.
თავიდან იყო ქათამიო სპექტაკლში. მერე გახდაო იხვის საძაგელი ბიჭური და ბოლოს გახდა გედიო. აი როგორც იქნა გაიზარდა ჩემი შვილი. ხო, კარგი მოგონებები გვაქვს თელს ოჯახს. ეხლა ველოდებით კიდე ერთხელს. შვილიშვილს. ხო, დიახ, სექტემბერში ახლა გააგრძელე. აუცილებლად მოვა თან ძალიან მოსწონს ეს პატარა მართალია, მაგრამ რაღაცა რომ მოკრავს თვალს ძალიან მოწონს. ყველაზე დიდი მოთხოვნა ახლა არის აი 2 წლის ბავშვები. 3 წლის უკვე დიდია. 4 წლის ბავშვები დიდები ჯგუფიო იცახიან და ეს საოცარია ეს 2 წლის ბავშვები რომ ძლისადიან ზოგს პამპერსი უკეთიათ კიდე. ეტყობა დედებს უნდა ყველა გოგო დგას საკესთან და იპანჭება და ცეკვავს და რასაც აი რომ მოყავთ ბავშვი იცით რა სულ ცეკვავს ეს რო თვითონ ცეკვავს რასაც უნდა იმას აკეთებს და ჩვენ თხოვთ რაღაცას რომ ესე კი არა ესე გააკეთე და აკეთებ ხო მაგრამ 2 წლის ბავშვებს ისმით არა იმ შესაბამისი მოძრაობებია წავიდნენ იქით ახლა იმ ფანჯარასთან აქეთ კართან წავედ მარჯვენა მარცხენა არ არსებობს ხო თუმცა აი აუცილებლად უნდა ვთქვა რომ როდესაც ჩემი უფროსი შვილი მოვიყვანე სტუდიაში აი რაღაცნაირად გამახსენდა ჩემი მეც იმ კატეგორიას მივეკუთვნები ვისაც უნდა ბალერინობა ვინც გიждდებოდა პუანტებზე პაჭკაზე ნუ დღემდე გიждდები დღეს ვივლიდი დიდი სიამოვნებით ბალეტზე ბალეტზე უბრალოდ ის ხარ გინდა ბედნაცვალის როლი სიამოვნებით ჩემი თავზე ეს იყო მართლა, აი რა ვიცი, ბავშვებისთვის, მათი მშობლებისთვის, თან მე როგორც ჩინაური კულისში ვიყავი ძირითადად და აი ამ ყველაფერს ეს კოსტიუმები არაჩვეულებრივი. მართლა აი რაღაცა იმ პერიოდში თან ეს იყო სადღაც დაახლოებით 26 წლის წინ. 30-ის ხვდებით შემდეგ წელს 27 წელს 30 წელი შეგვიძლია. იცი როგორ მომენტები მახსენდება, აი დავაარსეთ სტუდია და განვაცხადე რომ არავით არის სპექტაკლები და ბავშვების სცენაზე გამოდა ვითომ ბალერინობა არა ვინ მითხრა რომ კიო მაგრამ მე გამოვაცხადე კატეგორიულად ხო და არა მეთქი მერე აი გავაკეთოთ რაღაცა მაინც ის დარბაზში მშობლებისთვის და კიდე რაღაც გავაკეთეთ კიდე რაღაცა და ერთ-ერთი ბებია მარიამ მარუაშვილის ბებია. ყველა კი არ მახსოვს ბავშვი. მეუბნება რომ რატომ არ აკეთებ სპექტაკლს? სპექტაკლი თეატრში. არა მე ვთხარი, როგორ გეკადრებათ. არა ეს ჩვენთვის არ არის, ეს არა ვარ პროფესიული სკოლა ხო არა ვარ ხო ეს. გააკეთეთო რა. ეს ისეთი ბედნიერება იქნებაო და ნუ გავრისკეთ. და რა თქმა უნდა პირველი სპექტაკლი იყო მაგნატუნა. რატო? ჯერ ერთი ახალი წელი მოდიოდა და მამა ჩემის პირველი სპექტაკლი ცხოვრებაში იყო მაგნატუნა. და მაგნატუნას ცეკვავდა. ლენა ყიფშიძესთან ერთად. მართლა ეს არ ვიცოდი. სად იყო პირველი სპექტაკლი? ოპერაში. ოპერაში იყო? რამოდენიმე სპექტაკლი იქონდა მან. კოპელია ქონდა, მერე მძინარე მზეთუნახი და ზეთუნახავი ვეღარ ვთქვი. ეს იხვის საძაგელი ჭუჭული ლურჯი ფრინველი მეტერლინგის ზღაპარი მოკლედ ძალიან დიდ სიამოვნებას და ახლა ვერ ვიტყვი რომ სიამაყეს მაგრამ რაღაცა პატარა მომენტი არის მაგის არა ძალიან კარგია ჯერ ესეთი ბავშვებისთვის მე მშობლებისთვის ახლა ყველა მშობელს რომელიც სცენაზე უყურებს თავის პეტერაშვილს მუხუდოს კოსტიუმში, ნუ მანიუ და მაკინე ერთად იყვნენ ჩაკიდებული ხელით, აი მე რა არის საოცრება. ამ ხელები არიან უკვე შვილები ყავთ ზოგიერთებს და ზოგიერთები არც ფიქრობენ. და ეხლა უკვე მათი შვილები მოდიან თქვენთან და ესე. დიახ, ეს არის ისეთი დამოგორდა. ხო და ძალიან მიხარია როცა მოდის თავის შვილი თუ მოყავს კიდე ყოფილ ბალერინას ჩვენი სტუდიის ყოფილ ბალერინას შვილები რომ მოყავთ და დები
ოჯახიდან ერთი გაიზარდა, მეორე მოიყვანა და ეს ძალიან მიხარია, რა თქმა უნდა. მაგაც ძალიან ადრე გახდით დედა. 20 წლის ასაკში. რამდენი წლის თვითონ? მეც ეგრე ზუსტად 20 წლის ასაკში გაჩნდა. თქვენი 20 წლის ასაკში გაჩნდა ნატო და 23 წლის ასაკში ანუკა. აი რა შეცვალა დედობამ მაშინ თქვენს ცხოვრებაში? დედობა, ეს არ ვიცი, ჩემთვის ყველაფერი. პირველ ადგილზე ოჯახი მქონდა პირდაპირ. უნდა ვთქვა, ეს პროფესიული თვალსაზრისით არის ცუდი ძალიან, რასაც ვამბობ, არ ვარგა. ეს არ არის კარგი, მაგრამ ოჯახისთვის კარგია. ხო და ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო ეს ბავშვები და შვილები და შვილიშვილები და შვილთა შვილებს ველოდები, მაგრამ სად არის? ყველგან ვამბობ ოღონდ და ეს ბრაზდებიან. მიბრაზდებიან. ნატო რო ბალერინა არ გამოვიდოდა, მე არ ზამიშვია, ისეც ეკავდა. სულ პატარა. ხო, ნუ პლასტიკა ნატოს არა, პლასტიკა კი არა, სასწაულად ცეკვავ, მართლა სასწაულად. ეს მაშინ დიდი ვინილის ფირფიტები ქონდა, დონ კიხოტის, ჟიზელის, გედების ტბა. ჩავთვლე, ქონდა რაღაც ვითომ ბაჩკა, საშინელება რაღაცა. ხო და რო გამოვიდა. ისეთი გრძნობა ქონდა მუსიკის. და ეს სპექტაკლები ყველაფერი ნანახი ქონდა. გავარდე ხო პირველ მოქმედებას დაამთავრებდა 4 მოქმედება გედების ტბაში 4 გავარდებოდა იქით ოთახში და ეხლა გამოვიცვლი ტანსაცმელს და გამოვალ ეს ხო ნატო ძალიან დარწმუნებული ვიყავი რომ ალბათ წავიყვანდი სადმე შეიძლება რაღაცა იმიტომ რომ სულ ცეკვავდა სულ აი ამ კარადაზე რაკუშკა როდებს იქა აი დაჯდებოდა სურათიც გვაქვს სადღაც არის უნდა ნუ ამით ცხოვრობ ეხა მეუბნება როგორ მინდა ეს ერთხელ და როგორ მინდა რომ ჩემი დუდიკო დუდას ეძახდნენ ხო კოტეს და დუდიკო ძიაჟორი რო იყოს დირიჟორი ძიაჟორი რატო მეუბნები თან ხო დაქონდა თავის ეს პაჩკა და პუანტები თეატრში რომ მოდიოდა იქნებ ვინმე ავად გახდესო და მე ვიცეკვო ხო ხო დედამის და მსგავს მე ხო მედიკოს შეცვლა მინდოდა ხო და ეს არა ქვია რატო გინდა მეთქი მე უთხარი რომ შენ დუდიკო იყოს ძიაჟორი რატო იმიტომ რომ აი ეს ხელებს რომ აწევს მაშინ ჯანო კახეთში ძანსუხივა ბატონი ჯანო იყო თავარი დირიჟორი და სულ ყველაფერს ეგ გვახსოვს ხო შემთხვევით ასე ხელებს რომ ასწევსო და ყველა რო უჯერებსო ეს მომწონსო ანუკა კიდე არ ვიცი ეს არის კიდე სხვანაირი სულ სხვანაირი ტიპია ყველაფერი სხვადასხვანაირები არიან თუ აი დილას საუზმობდნენ დაუშვათ იმას უნდოდა თოხლო კვერცხი ამას მაგარი კვერცხი უნდოდა იმას ისე ყველაფერი სხვადასხვანაირი აქვს მაგრამ ერთმანეთს უგებენ კარგად ანუკამ შემოიტანა საქართველოში სწავლება ვიზაჟის გრიმის ძალიან კარგი შვილები ყავთ ძალიან კი ძალიან ორივეს ну დათას ყველა იცნობს მანიუც ბოლო პერიოდი მეტნაკლებად სცენაზე დადგა და გაიცნო მაყურებელმა და ზოგადად საზოგადოებამ მუვა რატო ქვია მურაზი პატარა რო იყო მუვას ეძახდნენ თურმე მურაზი დაარქვა ანუკა მამიკოს ხათრით და მუვა დავარქვით დამისყი კიდე დამალები ახლავე აი როგორ მიყვარს სოსასოლა სოსასოლას ვინ ეძახდა არ ვიცი რომელიღაცა ხო მაგა აუცილებლად უნდა გკითხოთ კინოზე პირველი კინოროლი იყო სამუდარელი ჭაბუკი ეხლა მეც მივირთმე სიამოვნებით ჯერ სკოლაში არ დავდიოდი წერა-კითხვა არ ვიცოდი
დედამ მასწავლა ვინ შეჭამა ვენახი. ეს უნდა მეთქვა. და დავარი გმირის დავიყავი, პატარა უმცროსი. მოდი ნახოთ ხაო, რამ შეჭამაც ხაო. ხაო კი არა თხა. შენ ვინ გითხარ? მირე ნახეთ ხაო, გელმა ჭამაც ხაო. ეკო გიტა კაფეტებთან მომიტანს? ხო ასე წერტილში მაცაცის კამფეტებიო. მერე იყო ჩვენ ეზოში მე და ნანი ჩიქვინიძე, ჩემი მომავალი თურმერძალი. იქ ძალიან პატარა ეპიზოდი იყო. ნანი მაგ დროს უკვე მეგავარსკვლავი უკვე. იმიტომ რომ ეს ორივე სხვისიშვილები და მაგდანას ლურჯა უკვე იყო და საოცრება იყო მართლა. ეხლაც რო უყურებ ერთი წამით არ ჩარლი ჩაპლინი ხარ მეთქე. საოცრება უხმოთ ზოგჯერ აღარ. ეხლა იქაც რაღაცა ტრიკინებდით. ამიკო, იცი რა? ეხლა ჩვენი დათო სულ სხვანაირია. ჩიჩინოს ვატყალები და აღარ ატყალებ. თითქოს ჩიჩინოს სხვანაირია. იქ სოფიკო თამაშობდა. აი როგორი რამეა რა. საოცრება. რო არიცი რა წარმოიდგენ. აბა. მერე წამოვიდა რაღაცა ბევრი ფილმი, 3D ფილმში ყოფილა რაღაცა. თურმე. ძალიან კარგი რეჟისორებთან მაქვს ნამუშევარი. სულ პირველი იყო შოთა მანაკაცი. მერე რეზო ჩხეიძე. გუგული გელაცა. ვოცნებობდი ელდარ შენგელაიას გადავეხე. ხო, მაგრამ ჯერ ხო ვოცნებობდი. ხო. თავიდან. და იყო დანიშნული იანინიძე ამ როლზე. და აღმოჩნდა რომ ფეხმძიმეთ არის. და ვერაო და ვთქვათ დამიძახეს მე. და სულ არ მეწყინა რა თქმა უნდა. ექსპრეს ინფორმაცია იყო ასეთი ფილმი, რომელიც ძალიან ძნელად მიდიოდა, ეს აი 90-იან წლებში ბატონი ელდარი იძახდა, რომ მე კინოს არ გადავიღებ. აი საკეთ არა გენაცვალე. ლურსმანიც შემოსატანი იყო, ჩაკუჭიც და ყველაფერი. ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო მაშინ და ამდენად შედევრალური არ გამოვიდა, როგორც არის მას ფილმები საერთოდ. ირაკლი კვირიკაძე, ოთარ იოსელიანი. რა გინდა მეტი? ჩემთვის ეს არის ძალიან სასიამოვნო. ნუ ყველაფერი არის ტიპაჟი ვარ, ახლა ესეთი როლი სათამაშო და რაღაცა არ მქონია. არც კიდე კაი რა მქონდა. ძალიან დიდი მადლობა მაკა. შენც მადლობა ჩემო ყოველთვის მიხარია და რო არ გითხრათ არ შემიძლია ძალიან ისედაც გავდით, მაგრამ რაღაცა ბოლო პერიოდში ბატონ კოტეს ძალიან დაინტერესებს. კი. არიქს როგორც კი დავიხურავდი, გავიკეთებ გრიმს, ვარ მედიკო. მართლა? ეს როცა ვცეკვავდი მაშინაც მუქ პარიქს რო ვიხარდი, კარმენს დავუშვათ როცა ვცეკვავდი. ხო, არა, ორივეს, მაგრამ წამწამები და პომადა და გზათარი. დიდი მადლობა. მადლობა შენ და თქვენ ყველას.